ლოკეტის ციხე ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა, რომელიც დასავლეთ ბოჰემიაში კარლოვი ვარის მახლობლად, ქალაქ ლოკეტში მდებარეობს. იგი აღმართულია კლდოვან ბორცვზე და გარშემორტყმულია მდინარე ოხშეს მრუდეებით, რაც მას ბუნებრივად დაცულ სტრატეგიულ პოზიციას ანიჭებს. ლოკეტის ციხე პირველად მე-12 საუკუნეში მოიხსენიება. თავდაპირველად იგი სასაზღვრო სიმაგრის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო მოგვიანებით სამეფო რეზიდენციად იქცა. ციხეს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბოჰემის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისტორიულ წყაროებში განსაკუთრებით აღინიშნება, რომ მომავალი იმპერატორი კარლ მეოთხე ბავშვობაში გარკვეული დროით ლოკეტის ციხეში იმყოფებოდა პატიმრობაში. მე-15-მე-16 საუკუნეებიდან ციხესიმაგრემ თანდათან დაკარგა სამხედრო მნიშვნელობა და გადაკეთდა საპყრობილედ. აქ ყავდათ მძიმე დამნაშავეები და პოლიტპატიმრები. საპყრობილედ ფუნქციონირებდა მე-19 საუკუნის ბოლომდე. ციხის არქიტექტურა აერთიანებს რომანულ და გოთიკურ სტილებს. მასიური ქვის კედლები, კოშკები და ვიწრო გასასვლელები აშკარად გამოხატავს შუა საუკუნეების თავდაცვით არქიტექტურას. შიდა სივრცეებში დღემდე შემორჩენილია რაინდების დარბაზი, იარაღის ექსპოზიცია და მიწისქვეშა საკნები. ლოკეტის ციხე ცნობილი იყო როგორც მკაცრი საპყრობილე, სადაც გამოიყენებოდა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მეთოდები. ციხეში არსებობდა სპეციალური მიწისქვეშა საკნები, რომლებიც ბნელი, ცივი და ნესტიანი იყო. პატიმრებს ხშირად კვირეობით ტოვებდნენ ასეთ პირობებში. ჯაჭვებით მიბმა, ტყვეებს კედლებზე ან ჭერზე აბამდნენ. გაწელვის მოწყობილობები, რომლებიც ძლიერი ტკივილის გამოწვევას ემსახურებოდა. შიმშილითა და წყურვილით დასუსტება, სიცივეში დატოვება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. წამება იმ დროისთვის ითვლებოდა აღიარების მიღების კანონიერ მეთოდად და სამართლის ნაწილად. მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო მსგავსი პრაქტიკის ოფიციალური აკრძალვა. ლოკეტის ციხემ თაიმერის გადამღებ ჯგუფზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი მასიური ქვის კედლები და მკაცრი არქიტექტურა უკვე გარედან ქმნის მძიმე და იდუმალ ატმოსფეროს. ციხეში შესვლისას განსაკუთრებით იგრძნობა ისტორიის სიღრმე და იმ ადამიანების ბედი, რომლებიც აქ საუკუნეების განმავლობაში იმყოფებოდნენ. ყველაზე დამაფიქრებელი ნაწილი საპყრობილე საკნები და წამების ისტორია იყო. ამ სივრცეებში ყოფნა ადამიანს აიძულებს დაფიქრდეს, რამდენად სასტიკი და უსამართლო იყო წარსულში სამართლის სისტემა.
რთულია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანის ტანჯვა ოდესღაც ნორმალურ და კანონიერ პრაქტიკად ითვლებოდა. ლოკეტის ციხემ არა მხოლოდ ისტორიული ცოდნა შეგვმატა, არამედ გაგვიჩინა ძლიერი ემოციური განცდაც. დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანური დამოკიდებულება თანამედროვე საზოგადოებაში. ეს ადგილი გვახსენებს, რომ წარსული შეცდომები არ უნდა განმეორდეს და კიდევ ერთი დიდი მაგალითია იმისა, რომ ისტორიის ცოდნა ჯანსაღი მომავლის აშენებაში გვეხმარება. აქვს სუპერატორი? გუბერნატორიც არის და ყველაფერი ყავია სოფთა. როგორი შეკერილია, წარმოგიდგენია? და რომელი საუკუნეა? მე-18 ხო? ეს მე-19 საუკუნის 1845 წელი. ეს 1000 მეფისროინდელი ჭურჭელი ხო? მე-18 საუკუნის.